გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBROL-ს. ეს ვიდეო არ იქნება არც ტყიდან და არც რაიმე მსგავსი. დღეს ვარ სახლში და ამ ვიდეოში უნდა ვისაუბროთ ჩემს სალაშქრო ჩანთაზე და აღჭურვილობაზე. ეს ვიდეო მათთვისაა, ვისაც უყვარს ლაშქრობები, აინტერესებს სალაშქრო აღჭურვილობის შესახებ, ასევე ჩანთის გადანაწილებაზე, ეს ნივთები როგორ გადავანაწილოთ, ან უნდა ამ ყველაფრის დაწყება. დღეს ამ ვიდეოში ვისაუბრებ ჩემს ერთ კონკრეტულ ჩანთაზე. და ეს კონკრეტული ჩანთა არის Gregory Wonder 50. რომელიც რამდენიმე თვეა მაქვს. ეს ჩანთა ამ ზამთრის სეზონიდან მაქვს. ჩანთა შეგიძლიათ ნახოთ Campshare-ში, ფასებს და ყველაფერს მივაწერ. არის 50 ლიტრიანი ჩანთა და ძალიან მომეწონა. აი, დღეს ვისაუბრებ კონკრეტულად ამ ჩანთაში. რა შეიძლება ჩავდო ისე რომ სალაშქროდ თუ წავედი სიტყვაზე სადღაც შორს, მთაში სიტყვაზე, ტყეში 2-3 დღით რა შეიძლება ჩავატიოთ ისე ამ მცირე ზომის ჩანთაში. მაინც ახლა პირველი ჩანთა რაც მაქვს ამის წინა Alps Mountaineering-ის ის არის 75 ლიტრიანი. გაზრდის შემთხვევაში ხდება 85 ლიტრიანი, რაც არის საკმაოდ დიდი ტევადობა, აი აბსოლუტურად ყველაფერს ატევ ჩანთაში, რაც კი შეიძლება დაგჭირდეს. მყინვარწვერზე იმით ვიყავი წასული და გადატენილი მქონდა, რასაც ქვია, ყველაფერი ჩავდე. ამ შემთხვევაში ახლა ეს ბევრად პატარა იმასთან შედარებით. სად 85 სად 50, 35 ლიტრით არის ის დიდი. მაგრამ სწორი განაწილებით და სწორად შერჩეული ნივთებით შეიძლება ასეთი ზომის ჩანთაც იდეალური იყოს იმისათვის, რომ სადღაც 2-3 დღით წახვიდე. თან თვითონ ჩანთასაც გაგაცნობთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ასეა. ჩანთა როგორაც არის აგებული, რას გულისხმობ ამაში? ჯიბეები სადა აქვს, როგორი განლაგებითა და რაღაც. ეგ ძალიან დიდ როლს თამაშობს მის განაწილებაში და მე კარგად გამოყენებაში. თვითონ ჩანთით რო დავიწყოთ თავიდანვე გვერდით რა თქმა უნდა ეს ჯიბეები, რომელიც ჩემთვის ყოველთვის კარგი ვარიანტია ხოლმე. ერთ ჯიბეში ყოველთვის მაქვს ხოლმე სამედიცინო დახმარება, ესეც ამაში დევს. სადაც წამლები მაქვს, სახოები, სამედიცინო ლენტა და ყველაფერი რაც დამჭირდება. მეორე უკვე აქეთა ჯიბე, რომელიც მარჯვენა მხარეს არის, როდესაც ჩანთა მოკიდებული მაქვს ზურგზე. ასეთ შემთხვევაში მარჯვენა მხარე მირჩევნია, უფრო ჩემთვის მარტივად ხელმისაწვდომია. ამ ჯიბეში ვდებ ხოლმე ისეთი თვებს, რაც შეიძლება ლაშქრობაზე უფრო მალე დამჭირდეს. აქ მაქვს ხოლმე იარაღის საბუთი, პატარა დანა შეიძლება თუ სიტყვაზე შარულის ჯიბე ხელს არ მიწყობს, ან ხანდახან ქვედა ჯიბეებში რაღაცის ჩადება არ მიყვარს ხოლმე, იმიტომ რომ ლაშქრობაზე როდესაც მოძრაობ, აი მუხლის ზედა მხარეს ბარძახზე რომ მედება რაღაც შარულიდან არ მსიამოვნებს. ამიტომ აქ ვდებ ხოლმე. საკმაოდ ისეთი ზომის ჯიბეებია ესენი, რომ შეიძლება სადღაც ასეთი ზომის ნივთი ჩადო. ჩანთა ეს არის ზედა ჯიბე, რაც ძალიან მომწონს, იმიტომ რომ აი ძალიან ტევადი ჯიბე არის. აქ შეიძლება ამ ჯიბეზე მე გადავარ, ჯერ ქვემოთ დავიწყოთ. ასევე ამ ზედა ჯიბეს კიდე შიდა ჯიბეც აქვს. ჩანთა ორნაირად იხსნება. ერთი არის ესე, ზემოდან, თუ გინდა ზემოდან მიუწვდე რაღაცას. მეორე არის წინ არის პირდაპირ ელვა, როგორც ხედავთ. ასევე აქაც არის გარე ჯიბე, ასე რომ ვთქვათ და მოკლედ დავიწყოთ ნივთების ჩალაგებით, წარმოიდგინეთ ახლა მე სადღაც 2-3 დღით უნდა წავიდე სალაშქროდ და ყველაფერი რაც დამჭირდება უნდა მოვათავსო ამ ჩანთაში. ნახოთ აბა რას ჩავატევ ჩემს 50 ლიტრიან სალაშქრო ჩანთაში. პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ აი ტკბილად გეძინოს, თბილად რაც თავარია, რაც არ უნდა ცხელოდეს აქ ჩვენთან, სადღაც მთაში რომ მიდიხარ, ღამით მაინც ცივა. ამიტომ ეს არის საძილე ტომარა. ახლა რო შეხედათ ამას ზომაში, ნახეთ რა ხელა არის და მე ამ ჩანთას გვერდზე დავუდებ, გეგონება რომ ამ ჩანთაში მარტო საძილე ტომარა ჩავა. ეს არის Alps Mountaineering-ის საძილე ტომარა, Y0, ასე ქვია, რომელიც იდეალურია ჩემთვის. მყინვარწვერზე ამით ვიყავი, მთელი ზამთარი ამით გავატარე. აი უმკაცრეს პირობებში შეგიძლიათ ძველ ვიდეოებს გადახედოთ, ვისაც ნანახი არ გაქვთ, ვიყავი -15 გრადუს ცელსიუსში, სადაც ძალიან ძლიერი ყინვა იყო. ვიყავი ისეთ ადგილებში, სადაც არ მქონდა არც კარავი, არც თავში საფარი და ესე პირდაპირ ღია ცის ქვეშ ვიწექი, ზედმათოვდა. ამ საძილე ტომრით ვიყავი ზამთრის წვიმაშიც, სადაც აი პირდაპირ წვიმის ქვეშ ვიწექი საძილე ტომრით. აი ჩემთვის ეს არის იდეალური საძილე ტომარა. რაც თავარია, კომფორტი აქვს -18 გრადუს ცელსიუსი. ძალიან მაგარი რაღაც არის და როგორ ჩავდოთ ეს. ყველა საძილე ტომრის ჩანთას წესით ესენი აქვს. ყოველ შემთხვევაში მერეებიც მაქვს, ყველას აქვს. ეს შეგვიძლია ძალიან მარტივად
გადაუჭიროთ მაქსიმალურად. ამას შემიძლია კიდე დავუმატოთ. ესეც ასე, ბევრად შემცირდა ზომაში. სხვათა შორის ეს სინთეტიკა ბუმბული საძილე ტომრებს რაც შეეხება, ბევრად პატარა არის ზომით. ბუმბული არის ძალიან თბილი და ფუმფულა მასარა. შეიძლება საძილე ტომარა რო გაშალო იყოს საკმაოდ დიდი, რბილი ფუმფულა და ძალიან მაგრადად გაგათბოს, მაგრამ აი ესე რო ჩადებ ჩანთაში და მაგრად გადაუჭერ, ამაზე ბევრად პატარა გამოვა ზომით. ეგაა ბუმბული საძილე ტომრის პრიუსი და მე მაგასაც დავამატებ აუცილებლად. საძილე ტომარას ყოველთვის ვდებთ ჩანთის ქვედა მხარეს. საძილე ტომარა იქნება ეს პლედი თუ რაც იქნება, რაც ძილს ეხება უკვე ბოლო მომენტს. ეს უნდა მოთავსდეს ჩანთის ქვედა მხარეს. გინდა ესე როგორც ჩაატევ. ამას ვდებ ზემოდან. ახლა ტაისონი მაკვირდება, რო ემზადები და მოდი ტაისონ. გონია რომ ტყეში მივდივარ. არა, არ მივდივარ ტაისონ არსად. საძილე ტომარა ჩავდე. ზუსტად აქამდე არის ახლა ეს საძილე ტომარა. წერან გვერდით რო დაუდე, ხო იყო დიდი ზომის. ახლა არის ზუსტად მანამდე. ჩანთის ეს მხარე კიდევ დიდ ადგილს მოგცემს, რომ სხვა ნივთები ჩავალაგოთ. კიდევ რა გვჭირდება სალაშქროდ ძილისთვის. რა თქმა უნდა ძირსაგები, იგივე პარალონი, რასაც ვიზახით ხოლმე. ამ შემთხვევაში პარალონის დამაგრებას აზრი არ აქვს, მარტივია ქვემოთ. ჩანთას ხომ აქვს ესენი. ქვემოდან გავუშვებ, ეგ არც ადგილს იკავებს, არც დიდად წონას გმატებს არაფერი. გინ ქვემოდან, გინ გვერდიდან, გინ ზემოდან. ჩემ შემთხვევაში ზემოდან ყოველთვის იარაღს ვამაგრებ. გვერდებზე კი ნაჯახი, ხეხი, რაღაც მსგავსი მანდაც მივალ აუცილებლად. ამიტომ ამ შემთხვევაში პარალონი შეგვიძლია გავუშვათ ქვემოთ. თუ გვაქვს გასაბერი პარალონი, ისევე ალფა-მუნთერინგის პარალონი რაც მქონდა ძირსაგები, რაც მყინვარ ჭერზე მქონდა წაღებული და იდეალურად მეძინა ფუმფულა ძირსაგებზე, სამწუხაროდ ეგ გამიფუჭდა, წიწვოვან ტყეში ვიყავი და რაღაც შეეჭო როგორც ჩანს. მაგ შემთხვევაში ეგ საკმაოდ პატარა ზომის ხდება, სადღაც ამხელა. ერთი მტკაველი და ოდნავ მეტი რა და ამსისქე. ეგ ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია ჩავდოთ, დიდად ტყეს არ იკავებს. შემდეგი არის უკვე ჩვენი თავში საფარი. რავი, სადაც მივდივართ რაღაცაში ხო უნდა დავრჩეთ. პირადად მე მუღამი ისე უფრო მაქვს ხოლმე, როგორც მანამდე გითხარით, აი ზამთარში მეძინა თქო, ხოლო საძილე ტომარა ძირსაგებზე მოთავსებული და ესე პირდაპირ ღიათის ქვეშ. გვერდებზე არაფერი არ გაქვს, ზემოდან არაფერი არ გაქვს, უფრო მუღამი აქვს რა. რასაც დავაკვირდი, ბევრად მაგარი არის, ბევრად გასართობიც არის, ბევრად სასიამოვნოც. მაგრამ რა თქმა უნდა, ხანდახან არის მომენტები, რომ ეხლა წვიმაში ესე პირდაპირ ვერ დაწვევი. გვჭირდება ან ტენტი, ან კარავი. ტენტი ახლა ვერ გაჩვენოთ ფიზიკურად, მანქანაში მაქვს სამივე ტენტი დატოვებული. სამი ტენტი მაქვს, ერთი 3-3-ზე, ერთი პონჩო ტენტი, რომელიც ერთკაციანია და ძალიან მარტივია და მეორე ასაწყობი ტენტი. აი სადღაც ამხელა ზომის არის და ჩანთაში იკავებს მინიმალურ ადგილს. ახლა აქ რო ჩავდო, აი არის საძილე ტომრის ზედა მხარე. სადღაცა ესე მოთავსდება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ტენტი არ გვაქვს და გვაქვს კარავი, აგერ მე მაქვს ორი კარავი. ორივე კემპშიარიდან არის, ორივე არის ალფა-მუნთერინგის. ეს არის უფრო პატარა ზომის ჩანთას გულისხმობ, ეს უფრო დიდი ზომის ჩანთაა. თვითონ შიდა ფართით ეს უფრო დიდი არის, როგორც საიძე გადავამოწმე. ამით ვიყავი მყინვარ ჭერზე. ძალიან მაგრად გამომადგა. იდეალური კარავია, ბევრი ადგილი მოვიარე ამ კარვით და კმაყოფილი ვარ. ისევე როგორც ამით. ეს მეორე ძალიან მაგარი კარავია იმ ხრივ, რომ ჩემი აზრით უფრო ლამაზიც არის. სხვა განლაგების არის, ეს არის გრძელი. რკინებიც მეტი აქვს. ეს ალუმინის ჯოხები და უფრო სქელია. ანუ უფრო მკაცრ პირობებში ამით უფრო კარგი იქნება, მაგრამ უყურეთ რა თემა არის. მე რადგან ახლა ამ ვიდეოს წერ 50 ლიტრიან ჩანთაზე, ეს კარავი ამ ჩანთის გვერდით ნახეთ რამხელა არის უკვე რო ჩავდო, აი ესე ამოვა, იმიტომ რომ საძილე ტომარა ქვემოთ არის. სიგანეზე კიდე ვერ გავუშვებ, შანსი არ არის. ამიტომ ჩათვალეთ, ეს კარავი ამ ჩანთისთვის არ არის რა. თუ მაინც და მაინც ადამიანს ენდოება ასეთი კარვით წასვლა ამ ჩანთით, ამ ზომის ჩანთით უფრო სწორად, შეგვიძლია ზემოდან დამაგრების თემას მოვიფიქროთ. ხო გითხარით ამ ზედა ჯიბის შესახებ. ეს ჩვეულებრივად ზედა დამჭერიც არის. ქვემოთ იარაღს ვათავსებ ხოლმე, კარავს ვერ დაიჭერს. ისევე როგორც გვერდიდან. მაგრამ გონია რომ უფრო ზედმეტი იქნება. როდესაც შედარებით პატარა ზომის ჩანთით მივდივართ, ნივთებიც ეგეთი უნდა შევარჩიოთ. ამიტომ ეს ვარიანტი იდეალური არის. ფელის ორია ეს. ჩვეულებრივად მოთავსდება ჩვენს ჩანთაში. რა ძალიან კარგია ის არის, რომ
გვერდულად ეტევა, სიგანეზე რო არ ეტეოდეს და სიმაღლეზე მიდიოდეს, მე ძალიან ცუდი იქნებოდა, უფრო დიდი ადგილი დასჭირდებოდა. ამასთანავე წინ ადგილი დარჩა. აქ არის ისეთი ადგილი, რომ რამე მათარაც ჩაეტევა და რაიმე მომცრო ზომის ნივთიც. ეს იყო უკვე თავშესაფრები და ძილის თემა. გადავიდეთ უკვე სხვა თემებზე. რაც ეხება საჭმელს. ხო იცით როგორ მიყვარს მე ტყეში საჭმლის მომზადება. არსებობენ ჩემნაირი ადამიანებიც, რომლებსაც შეუძლიათ რომ ჩანთა საჭმლით დატვირთონ, ტაფები და რაღაცები ჩაალაგონ, ათრიონ ეგ ტვირთი, მაგრამ სამაგეროდ სადღაც რომ მივდნენ, გემრიელად გაამზადებენ რაღაცას და არ შეჭამენ სიტყვაზე ანაკომის სუპებს და რაღაცებს, შრალ საჭმელებს ან კონსერვებს. მე პირადად მირჩევნია თუ რაღაც მართლა ისეთი საჭიროება არ არის, უფრო გემრიელი და ჯანსაღი საჭმელი ვჭამო, თუნდაც მძიმე გამოვიდეს ლაშქრობაზე, ვიდრე ვჭამო საჭმელი, რომელიც ვიცი რომ ცუდია. ეხლა მყინვარწვერზე რო ვიყავი, იქ რაც არ უნდა ცუდი ყოფილიყო რაღაც, შევჭამდი, იმიტომ რომ სხვა გზა არ გაქვს რა, იქ ხა სტეიკები და რაღაცები ვერ ახვალ. მაგრამ მაინც პატარა ჩანთა რო გავთვალოთ შესაბამის მსუბუქ ნივთებზე, ჩემი აზრით საჭმლის თემაში საუკეთესო ვარიანტი არის ეს. ეს არის ჯარის კარდალა და რატოა ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი. მე ხო იცით თუჯის ტაფებზე ვაფრენ. ჩანთი სულ თუჯის ტაფა დამაქონე, მაგრამ ის უკვე რამდენიმე კილოს ამატებს. კილოზე მეც მაინც. რაც ლაშქრობაზე საერთოდ 1 კილოც კი რაღაცას წვეთს, უფრო გამძიმებს. კარდალა არის მაგარი რაღაც, რატომ? პირველ რიგში არის ტაფა და არის ქვაბი. აქ შეგიძლია ადუღო წყალი, გაიკეთო ყავა ან ჩაი, მოამზადო რაიმე კერძი, აქ რაღაც შეწვა, ხორცი ან რავი, რამე შეწვა. ასევე რა არის კარგი ამაში, როდესაც სადღაც მიდიხარ. მცირე ზომის საჭმელი თუ გაქვს სუნელები ან რაღაც ეგეთი, რაც დიდ ადგილს არ იკავებს. შეგიძლია პირდაპირ ამაში მოათავსო, აფარებ თავს და ეგ არის ჩათვალე, ტაფაც არის, ქვაბიც არის და სათავსოც არის. მე ამით ბევრჯერ წამიღია სტეიკიც, კარტოფილიც, ხახვიც, რავი, ბევრი რაღაც სუნელები, ამაში ვათავსებ ხოლმე. ჩათვალეთ ახლა ეს დავტვირთეთ, ამაში ჩვეულებრივად ჩავა, იმიტომ რომ არ არის ეს პატარა ზომის რაღაც. ნახეთ, ამაში ჩვეულებრივად ჩავა სტეიკი, ნახე რომ სტეიკი გაუშვა, ზუსტად აი ამ სიგრძეზე გაჭრილი. იდილო ჩაეტევა ხახვი და სუნელები და ჩათვალეთ რავი, ორი კვება ჩადდის ამაში რა. პირდაპირ მოვათავსე თავში. ეს ადგილი და წინა მხარე ახლა ცარიელი გო. შემდეგი რაზეც ყოველთვის უნდა ვიზრუნო და ვიფიქროთ, ეგ არის წყალი. მე დღეში ვიღებ 5-6 ლიტრ წყალს, ახლაც კამერის უკან წყალი მიდგას და ყოველ შესვენებაზე ვსვავ. სამწუხაროა, მაგრამ ლაშქრობაზე რომ მივდივარ, მაგდენ წყალს ფიზიკურად ვერ ვატარებ. შესაბამისად დამაქვს ხოლმე მათარა. ჩემი მთავარი ჭურჭელი არის ყოველთვის ეს მათარა. მამაჩემის ნაქონია ჯარში გქონდა და გაბერილი აქვს ჰაერის კომპრესორით, ლიტრზე მეტი ჩადის ამაში. ესენი ორიგინალ მდგომარეობაში 1 ლიტრამდეა და რავი, ძალიან ცოტაა რა. მაგას დავვლევ ალბათ 9 საათში. მას ის პლუსი აქვს, რომ შეგიძლია გარედანაც დაამაგრო ჩანთას და შიდა ადგილი არ დაიკავოს. თუ რა თქმა უნდა სადღაც მზეში გიწევს სიარული, გარედან რო დაამაგრო გათბება. ერთი პლუსი უბრალოდ ის არის, რომ მეტალია და ნაკლებად მალე თბება, ვიდრე სხვა მდგომარეობაში. ანუ შეგვიძლია ჩვეულებრივად აი გარედან დავამაგროთ. წარმოვიდგინოთ ეხლა რომ სადღაც სიგრელეში მივდივარ და არ გათბება რა. და ჩანთაში შიგნით ადგილს არც დაიკავებს. ახლა მეგობრებო, ამას ისეთი წონაც არ აქვს, რომ სიარულისას გვერდზე გადავქნიოს რა, გადავქაჩოს, ამიტომ მაგაზე არ დადოთ თუ გვერდიდან დაამაგრებთ წყლის ჭურჭელს. ეგ არაფერი, საერთოდ თუ გზელი რაღაც ბოთლი გაქვთ, გვერდზე ჩადებთ კიდეც და ეგ არის. მაგრამ მე ყოველთვის რასაც ვურჩევ ხალხს, არის ეს. ლაიფსტრავის მათარა თავისი ფილტრით. ეს არის ფილტრი, ნახეთ, შიგნით აქვს ჩაყენებული. პირდაპირ რაღაცა წყალს აავსებ, რაც არ უნდა ჭუჭყიანი იყოს, ამით დამილევია ტალახიანი მდინარიდან წყალი, რაღაც ტყეში რაღაც გუბესავითით გაიქიდანაც და გამოდის ძალიან კამკამა. შენი მიზანია უბრალოდ ეს მოხსნა, რაც წეღან მოხსენი. ჩემს ვიდეოებში გექნებათ ნანახი, უბრალოდ მათარა ჩაყო წყალში, აავსო, დაუჭირო, ეს ზედა თავსახური მოხსნა, მოუჭირო და გამოვა. ესაა ძალიან მაგარი რაღაც და რატო? არანაირ ადგილს არ იკავებს, იმიტომ რომ გარედან დამაგრება შეგიძლია, არ აუცილებლად ჩანთას ჩადო, არ აქვს წონა, უმსუბუქესია, ვერ თქვცნობ. ესე მომაგრებ ხოლმე გარედან ხან ჩამოკიდებული მაგ ხან წინა ჯიბეში ვდებ და იდეალური ვარიანტია რა. იმიტომ რომ შენი ერთი წრიანის იმედზე რო იყო 2-3 დღე ძალიან ცუდია. თუ მართლა ეგეთ ადგილას მიდიხარ, სადღაც შორს, მთაში,
და მარტო 1 ლიტრი წყალი მიგაქ. მაშინ ისიც უნდა გათვალო, იქ იმ მიდამოებში თუ შეგვდება რაიმე ნაკადული ან რაღაც, რომ იქიდან დალიო წყალი, თორე ეგ ძალიან ცუდი ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის წყალი. ჯობია საჭმელი არ წაიღო, ვიდრე წყალი არ წაიღო და წყალი გქონდეს ცოტა. ენერგიაზეც მოქმედებს ეგ, ხასიათზეც და სულ ყველაფერზე. ამიტომ ლაივსტრავის თემა თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ Camshareში ნახოთ. ძალიან მაგარი რაღაც არის, სხვათა შორის Camshares ივნისის ბოლომდე აქვს BBR World-ის მაყურებლებისთვის ფასდაკლება. ჩვენი პრომოკოდი გვაქვს BBRX Camshare 20%-იანი ფასდაკლებაა და არ ვიცი ლაივსტრავზე თუ ფასდაკლება არ იყო, ჩვეულებრივად იმოქმედებს. ძალიან მაგარი რაღაც არის, მართლა გულით გირჩევთ. შემდეგი მეგობრებო, ჩემი საუკეთესო მეგობარი ლაშქრობაზე, ჩანთის განუყოფელი ნაწილი, ეს არის დანა. ეს ორი კონკრეტული დანა მაქვს ახლა თქვენს თვალწინ, იმიტომ რომ ორი ჩემი ფავორიტი ფიქსირებული დანა არის. ერთი ეს არის Moras Kensball და მეორე არის Beavercraft-ის დანა, რომელიც გიждები ისე მიყვარს. ისი კაჟია გზედვე, ქარქაშზე, ძალიან კარგი და გამძლე დანა არის, საკმაოდ ძლიერი. დანას რაც შეეხება, აუცილებელი არ არის ჩანთაში იდოს, შეგიძლია კამარზევე დაიყენო. ორი დანა ჩვეულებრივად კამარზე დაიყენებ და ეგ არის, ანუ ჩანთაზე ადგილს არ იკავებს. თუ სიტყვაზე არ გაქვს ფიქსირებული დანა, მე რავი, ჩემთვის ყველაზე მთავარი ფიქსირებული დანა არის, იმიტომ რომ ბევრად ძლიერი არის. მაგ შემთხვევაში შეგიძლია ატარო მულტიფუნქციური დანები. მე ჩემი ფავორიტი ხო იცით რა არის? Victorinox-ი. სამი მულტიფუნქციური დანა მაქვს Victorinox-ის, Forester-ი, Fieldmaster-ი და Ranger-ი. ესენი ჯიბეზე უკვე. ჯიბეში მაქვს, ან როგორც გითხარით, თუ ჯიბეში არ გსიამოვნებს სიარულის დროს რაღაც ფარძახზე რო გედება, ჩანთის გარე პატარა ჯიბეში. ასევე ხანდახან პატარა დანაც და დიდი ფიქსირებული დანის ძარაც რო გავაერთიანო, დამაქვს ხოლმე ეს. თუ ერთი დანა მიმაქვს ხოლოდ. ეს არის Cold Steel-ის Voyager L, large. ძალიან მაგარი დანა არის. არ იფიქრო რომ დასაკეცია და გაფუჭდება, ამით შეშაც დამიჩეხავს და რავი, ესე რო შეაჭო სადმე და დაეკიდო 500 კილოს უძლებს ეს დანა. ამ დანას აქვს დასაკეთ დანებში ყველაზე იდეალური მექანიზმი, რომელიც არ ფუჭდება უბრალოდ და ძალიან გამძლეა. დანებს რაც შეეხება საქმე მარტივია, ვისაც რა მოსწონს და როგორი გემოვნება აქვს დანებთან დაკავშირებით, ისე ივრის, უნდა კამარზე იქნება, უნდა ჯიბეში ჩაიდებს, უნდა ჩანთაში ჩადებს. კამარსაც შეეხება, მე ამ კამარს ვიყენებ, იმიტომ რომ ძალიან მარტივი არის ლაშქრობაზე. ეს არის ტაქტიკური კამარი, საკმაოდ მაგარი მასალა არის, არ იცრიცება, არ ფუჭდება, არ იხევა, ასე რომ ვთქვათ. და გასახსნელად არის ძალიან მარტივი. ორ წკაბზეა და ეგ არის. ნებისმიერ საიტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ Temu, AliExpress, eBay, Amazon-ი, რავი, სადაც გინდათ ნახავთ. შემდეგი ეს არის ცეცხლის დანთების საშუალებები. მე ამ რკინის კოლოფში მაქვს მოთავსებული ეს ყველაფერი. ნუ ესე შეგიძლიათ ჩააგდოთ ჩანთაში თავიდანვე გეტყვით ვარემ. ცეცხლს რომ დაუბერო, მარტივი და კარგი რამ არის. ეს კი იცით ჩემი ვიდეოებიდან, აქ ყოველთვის მაქვს ასანთი, პატარა კანაფის თოკი, რაღაცის დამა თუ დამჭირდა უცებ და თოკი არ მქონდა. ყოველთვის მაქვს პატარა ზომის სანთებელა და აქ ყოველთვის აქთია ვაზელინის ბურთულა, რაც მარტივად ალებადია, დიდხანს იწვევს და ცეცხლის დანთებაში გვეხმარება. რადგან დანაზე კაჟი ყოველთვის მაქვს, Moras-ზეც და Beavercraft-ზეც. ეს ყოველთვის მაქვს, ამას კიდევ ვდებ ხოლმე ჩანთის ქვედა მარჯვენა ჯიბეში, რომელიც პირდაპირ აი აქ არის. მეგობრებო, შემდეგი ჩემთვის მნიშვნელოვანი რამ ეს არის ნაჯახი და ხერხი. მე რო ახლა ამ ვიდეოს წერდე, რომ როგორ ავაწყოთ ასე რომ ვთქვათ, ძალიან მსუბუქი ჩანთა თქო. მაგ შემთხვევაში არც ნაჯახს ვიტყოდი და არც ხერხს. მაქსიმუმ ხერხი მეთქვა ისიც პატარა ზომის და ძალიან მსუბუქი, ან რაიღაც ძალიან პატარა ზომის ნაჯახი, მაგალითად ფისკარსი ხო გახსოვთ. ფისკარსი ყოველთვის არის მსუბუქი და პატარაა რა. ხოლო ვიტყოდი დანას, იმიტომ რომ ძალიან მსუბუქ ჩანთებს, როდესაც ქმნიან ასე რომ ვთქვათ. ხოლო საძილეტომ არა, იმაში ისიც ძალიან მსუბუქი, უფრო ბუმბულის ან ნაკლებად თბილი და ზაფხულისთვის განკუთვნილი, რაღაც პატარა მსუბუქი კარავი, მეტი ისეთი არაფერი. ჩემ შემთხვევაში მე ეგეთ ვიდეოს არ ვწერ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩანთა იყოს იდეალურად ავსებული, ასე რომ ვთქვათ, ყველაფერი რაც მჭირდება იყოს, რაც არ უნდა მძიმე იყოს, არ მაინტერესებს. მე ჩანთის წონას არასდროს არ უყურებ. ხერხის შემთხვევაში მე ვიყენებ ამას, ესეც ზამთრი დამოყოლებული ძალიან მომეწონა. შესაძლოა არც მჯეროდა რომ ეგრე გამომადგებოდა. Temu-ნა გამოვიწერე რაღაც Airaj აწერია ბრენდს და
ძალიან მაგრად ჭრის რა, აი ძალიან მაგრად და ძალიან იაფიღია და საკმაოდ მსუბუქია. ამას გავუშვებ ჩანთის გვერდით. გვერდითა გარეჯიბეშია მოთავსებული. რაც შეეხება ნაჯახებს, აქ ჩემი ორი ფავორიტი მაქვს. Fiskars X7 და Beavercrafts-ის ნაჯახი. ეს იმდენად ფავორიტია ჩემთვის, რომ აი Fiskars-ი ამასთან ჩემთვის არაფერი არ არის. ეს არის ჩემი ფავორიტი ნაჯახი, რაც კი არსებობს. ეს ნაჯახი ბევრად ძლიერი არის, ძიმეც არის და უფრო სანდოა, მაგრამ ძიმია. ძიმია რა სატარებლად. რო რამე გარეთ მოათავსებ. აი რაც შეეხება Fiskars, ეს არის 700 გრამი. X7-ია, X13-იც მქონდა, ხო გახსოვთ, ის იყო 500 გრამი, ნახევარი კილო. ნაჯახისთვის ძალიან მაგარი წონა არის ესეც და ისიც. ნებისმიერ ამის მოჭრი, ჩვენ რისი მოჭრა გვჭირდება, რაღაც ხეებს ხوار მივადგებით, გვჭირდება რომ რაღაც კოცონი დავანთოთ და შევაგროვოთ ტოტები. ამიტომ ნაჯახი მარტივი გამოსავალია. ესეც გარეჯიბეში. არ ძალიან სიმსუბუქე რო არ დავიჭიროთ და არ ძალიან ძიმეში რო არ გადავიდეთ, ჭურჭელიც ხო გვინდა რა, ან საჭმელი შევჭამოთ, ან ელემენტარული ჭიქა მაინც ხო გვინდა. ამ შემთხვევაში მე მაქვს კუპილკას ჭურჭელი ყოველთვის, კიდე მაქვს პატარა თეფში და კოს ჩანგალი. კუპილკას ჭურჭელი რატომ? იმიტომ რომ ძალიან მსუბუქი არის, ფინური ბრენდია და კარგი ხარისხიანი რამ არის, ქემშიარიდან მაქვს ესენი. ჭიქა კარგი ზომისა, რომ ამაში შეიძლება კერძიც კი ჩაასხა. ეს თეფში. ყოველ შემთხვევაში ამებს მე ვათავსებ. ესე ზემოდან. ზედმეტად მსუბუქი რაც არის, ზემოდან თავსდება. ჩანთას ვკრავ. წინა მხარე ისევ გითხარით, რომ თავისუფალი დამჭა და აქ შეიძლება კიდევ რაღაც მოვათავსო. ესეც ასე ნახეთ, ჩანთა მზად არის. ზედა ჯიბე ისევ თავისუფალი არის, წინა გარეჯიბე თავისუფალია, პატარა ნივთვის მოთავსება კიდე შემიძლია შიგნით. იდეალურია. ამიტომ რისი დამატება გვჭირდება? საჭირო ნივთვის, რაც არის ფანარი. ყოველთვის ვიყენებ Olight-ის ფანრებს, ეს არის Olight Baton 3 Pro და ეს არის Olight Clip Pro. ამას შპილკა აქვს, ორივეს მაგნიტი აქვს. ნუ ლაშქრობაზე არ ვიცი მაქსიმუმ რავი, მე მანქანით რომ მიდივარ ხოლმე, მანდ კაია მაგნიტი. ცეცხლის დანათებად შეგიძლია, ისე მაგრად ანათებს, წვავს. ფანრებს რაც შეეხება ამ ორიდან ერთ-ერთს თუ აირჩევ, ფანრებს რაც შეეხება ამ ორიდან ერთ-ერთს თუ აირჩევ, გინდა ორივეს, იმიტომ რომ ამას ისეთი წონა არ მიაქვს. ყოველთვის ვათავსებ ან ქვედა მარჯვენა ჯიბეში, ან ზედა ჯიბეში. ახლა ჩემს შემთხვევაში მე რადგან ვიდეოებს ვიღებ, ზედა ჯიბეში მაქვს მოთავსებული ხოლმე ყოველთვის ვიდეო ხაფანგი, კამერები, რამე თუ მჭირდება, ან დრონის პულტი ან რაღაც. მოკლედ, ჩემთვის ყოველთვის ზედა ჯიბი არის პირადი აღჭურვილობის თემა, რა, გადასაღები აღჭურვილობის თემა. ან კიდევ ერთი მარტივი თემა, საწვიმარი რო ჩავდოთ, საწვიმარი ყოველთვის კარგი საწვიმარი პატარა ზომის ხდება. ზედა ჯიბი ძალიან დიდი არის მართლა, საწვიმარიც ეტევა და დამატებით შეიძლება ორი წვინი მაისურით ჩადო. მაგრამ მე როდესაც ჩანთას ასე გადავავსებთ, არ უნდა დაგვიწყოს ყველაზე მთავარი, საჭმელი. ჩემს შემთხვევაში ახლა როგორც უკვე თავიდანვე გითხარით, კარდალა რომ ჩავდე აი აქ. კარდალაში შემიძლია ორი კვება მაინც ჩავატიო. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი არაფერი გაქვს და რაღაც პატარა ზომის ტაფა ან ქვაბი მიგაქვს, შეგიძლია აი სანამდე ჩაეტევა საჭმელი ჩადო და მე რაღაც პარკში მოათავსო და ჩადო, ანუ ჩანთაში ზედმეტი ადგილი რო არ დაიკაო რა. რაღაც ხმა თუ გიდევს ჭიქა, თეფში, ქვაბი, ტაფა არ აქვს მნიშვნელობა. ეცადე რომ იმაში რაღაც მოათავსო და პარკში ჩადო, რომ რაც შეიძლება დიდი ადგილი დატოვო კიდევ. წინა ჯიბის შემთხვევაში კიდე შემიძლია ჩავდო საჭმელი, იმიტომ რომ წინ კარვის აქეთა მხარეს ადგილი დამრჩა და ზედა ჯიბეში შემიძლია საჭმელი ჩავდო. ანუ ამ შემთხვევაში მე რო ახლა ამ ჩანთას კიდევ ორი კვება დავამატო სიტყვაზე, ან ავიღო რაღაც სალაშქრო მსუბუქი მშრალი საკვები, რომელსაც წყლის დასხმა სჭირდება. თუ ისეთ ადგილას მივდივარ, რომ ვიცი, რომ იქ რაღაც ნაკადული ჩამოედინება, მაგ შემთხვევაში მაგარი იქნება. აი, ამ შემთხვევაში კი ეს ჩანთა ჩათვალეთ 2-3 ლაშქრობისთვის იქნება იდეალური, ან ყველაფერი ეტევა, რაც გჭირდება. მე რაც მაქვს Half Mountain-ის 75 ლიტრიანი, რომელიც როგორც უკვე გითხარით 85 ლიტრამდე ხდება, იზრდება. ეგ არის იდეალური თემა, ანუ იქ იმდენ რაღაცას ვალაგებ, რომ აი შეიძლება არც კი გამოვიყენო. მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა საკმარისია რა. მე თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს Gregor's Wonder 50 2-3 ლაშქრობებზე არ მეყოფოდა. თავიდან ვიფიქრე, რომ ამ ჩანთას დავამატებ ქემშიარიდან იმ შემთხვევაში, რომ აი სადღაც პატარა ლაშქრობაზე რო წავიდე. აი მაგალითად მივდივარ ქოხის ასაშენებლად და იმ დღესვე უნდა დავუბრუნდე.
ან მაქსიმუმ ერთი ღამე დავრჩე და ბევრი საჭმელიც არ მიმაქვს. ეგრე მეკონა გათვლილი, მაგრამ მე რო წავედი უფრო დიდ ლაშქრობებზე და ნივთები ჩავალაგე და შევატყერო, კარგად ეტევა და თან მე ზურგსაც არ მტკენს, იმიტომ რომ კარგი ჩანთაა მართლა. მე უკვე მივხვდი, რომ იდეალურია და ამ ზომაშიც კარგად ეტევა. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო. თუ დაგაინტერესებთ, შემიძლია მე აბსოლუტერინგის 85 ლიტრიან ჩანთაზეც ჩავწერო ვიდეო, იმიტომ რომ ეგ ზედმეტად დიდი არის და შემიძლია გადავტენო, რასაც ქვია. ამ შემთხვევაში რაზეც ვისაუბრე, ეს არის. ამას ჩემი აზრით არაფრის დამატება არ სჭირდება. აი, დაფიქრდით აბა თქვენს კომენტარებში, რო რამე თქვენ პირადად რას დაამატებდით. პირადად მე რეებით ჩამოგითვალეთ, იმის იქით არაფერი არ დამაქვს. მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. ვისაც მსგავსი ვიდეოებიც გაინტერესებთ, ჩემი აზრით ასეთი ვიდეო უფრო იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც ჩემსავით უყვარს ლაშქრობები, დადის ხშირად ან სიარულის დაწყება უნდა. თორემ ვინც მხოლოდ ლაშქრობის ვიდეოებს უყურებს და უბრალოდ ბუნება მოსწონს და ტყის თემებში ვიდეოები აინტერესებს, მაგას შეიძლება სულ არ აინტერესებდეს ასეთი ვიდეო სალაშქრო აღჭურვილობაზე და ჩანთის განლაგებაზე და ასე შემდეგ. ამიტომ მეგობრებო, ვისაც ასეთი რაღაცები მოგწონთ, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. რას ისურვებდით კიდევ მსგავსი კუთხით, შემიძლია ესე ოთახში დავდგე ხოლმე და ჩავწერო მსგავსი ვიდეოებიც. მაგაზე პრობლემა ჩემი მხრიდან არ იქნება. მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. თქვენ უყურებთ BBR Voice, აბა მაგრად. აქ არ დავარტყა, არ გადავაყირეო სადმე.